სოციალური ქსელის ალგორითმს, რომ ჩვენი ნაფიქრ ნაზრების ძალიან კარგად ესმის და წინასწარ გავთხელებული ჩვენთვის საინტერესო ინფორმაციებს გვიგზავნის, ალბათ ყველა შეგიმჩნევიათ. მაგრამ იცოდით, რომ სამყაროთ საოცარი სიზუსტის ალგორითმითაა აწყობილი და ჩვენ ადამიანები, რაზეც კი ოდესმე დიდი შთაგონებით და გატაცებით დავფიქრებულ ვართ, სამყარო სწორედ ისეთ თავგადასავალში გვაგზავნის. მახსოვს ბავშვობაში პოეზიით გატაცებულზე ჩემი პირველი სერიოზული შთაგონება მაშინ მეწვია, როდესაც წავიკითხე ცისფერყანწელები თბილისში ჩამოვიდნენ და ქიმერიონში ნამდვილი პოეზიის ცეცხლი დაანთესო. 90-იან წლებში სანთლის შუქზე სუსტად განათებულ ოთახში მირაჟებივით ერთმანეთში იცვლებოდნენ ჩემში წარმოსახული გარდასული სახეები. თითქოს მთელი სიცხადით ვხედავდი ტიციანის მუზა თამუნია წერეთელს, ლაღიძეში ღაწვებს შეფაკლურს. აქ გალაქტიონი დაეხეტებოდა ცისფერ ყანწელებს გარიდებული, იქ ტერენტი გრანელი რუსთაველზე მიაქროლებდა უკანასკნელი კაპიკებით დაქივარავებულ ეტლს და ყვიროდა, იცნობდეთ, მე ტერენტი გრანელი ვარ. ქიმერიონიდან კი სასწაული ხმები გამოდიოდა და მთელი რუსთაველი პოეზიის ხანგებით იშღინთებოდა. ეს ყველაფერი წარმოსახვაში. მერე ბავშვობაც დამთავრდა და ფანტაზიებში მოგზაურობაც მიმავიწყდა. მოგვიანებით, როდესაც პროფესიაში პირველ მძლავრ ნაბიჯებს ვდგამდი, ჩემი ბავშვობის შთაგონებებმა სადღაც შიგნიდან გამომეხმაურა და თითქოს სრულიად შეუსაბამოდ ჩემი პირველი საპატარძო კაბების ჩვენება ცისფერ ყანწელებს დაუკავშირე. ლიტერატურული პასაჟები შემოვიტანე, შევეცადე გამეცოცხლებინა გალაქტიონის მერის ჯვრის წერა, ნიკოლოზ ბარათაშვილის და ეკატერინე ჭავჭავაძის უიღბლო სიყვარულზე და დავით დადიანის ქორწინების იმიტაცია შემექმნა. რაღაცნაირად შევეცადე რომ დამეკავშირებინა პოეზიასთან ეს ყველაფერი და მე მგონი გამომივიდა. აჟური და საიდუმლოებით მოცული სიყვარულის ისტორია პაულო იაშვილსა და ელენე ბაქრაძეს შორის. ვთქვით, რომ კაპრიზი კლავაც აპირებს გააგრძელოს ეს ციკლი და თავისი ჩვენებები პოეზიის პოეტთა მუზების და მათი სასიყვარულო ისტორიების ფონზე წარუდგინოს მომხმარებლებს. მერე ყველაფერი თავისით მოხდა. ჩემს გარემოცვაში იმდენმა დიდებულმა ადამიანმა მოიყარა თავი, იმდენმა განსაკუთრებულმა პიროვნებამ, იმდენმა პოეტმა, რომ ჩემი სახლი თავისთავად დაემსგავსა ქიმერიონივით უნიჭიერესი საზოგადოების შეკრების ადგილს. აი, ჩემი მისია, რომ ასეთი სივრცე შექმნა იყო, სადაც ყველა განსაკუთრებული ადამიანი თავს საუკეთესოდ იგრძნობდა, მამა გურამის გამოჩენით სამყარომ და ღმერთმა ერთად დამიდასტურა. მან სალონის მე-19 საუკუნის დიზაინით და პოეზიის სურნელით აღთოვანებულმა ახალგაზრდობის დროინდელ მისი ცხოვრების უდიდეს სიყვარულს ტელეფონზე დაურეკა და სთხოვა, რომ ჩვენ სალონში მოსულიყო სტუმრად. რათა მართლაც არაამქვეყნიურად უცნაურ პლატონურ სიყვარულზე გვესაუბრა, რამაც მამაო თურმე ნამდვილად ჭკუის შემშლელ ინციდენტამდე მიიყვანა. ნინო, ვილოცო პროფესორთან. ხალო ეს დავქედი. სპიკერზე ბოცოლი მისის გვერდი და შემოსაყვარელი როდი რამეშველება. ნინო, როგორ ხართ, ნინო? ილოცად შობა ხალხს რავებს. ის იყო ახალგაზრდა. არტერული გასვლა რო გავაკეთოთ. გაგიცვლი მეთქი, ჩემს ერთ ვიზიტს, შენს ერთ ვიზიტს. არა, პოეტური საზოგადოება ისეთი საყვარელი ხალხი, ჯერეთი ტიციანზე გიждდებიან, მე ჩვენი ისტორია იციან და ისეთი სალონია, ნინო მე-19 საუკუნეში გეგონება თავია ჭავჭავაძეების იმაშია, ეგ წინანდალში რო არის. ხო და დიდი სიყვარულით, სიხარულით გელოდებიან და რომელიმე დღე დავნიშნოთ მართლა. ანუ რამდენი ხანში დაახლოებით შესაძლოა მიდიხარ თუ? და თებერვლის პირველ ნახევარში ესე დაგიკავშირდები თებერვლის დასაწყისში და მე მოვნიშნოთ რომელიმე დღე შენ რომელსაც იტყვი. მისი ტრფობის ობიექტი არც მეტი, არც ნაკლები ტიციან ტაბიძიშვილიშვილი, ტიციანის შვილის ნიტას ქალიშვილი ნინო ანდრეაძე აღმოჩნდა. ბედის ასეთი დაკავშირებით ერთი საუკუნის მერე ამ საღამოს ტიციან ტაბიძის და თამუნია წერეთლის უცნაურად საოცარმა თფობის სიუჟეტებმა ირაჟებილით ჩაიარა ჩვენ შორის. მაგრამ დღეს მოგიყვებით ამბავს, თუ როგორ განმეორებულა ტიციანის შთამომავლობაში კიდევ უფრო საოცარი სიყვარულის ისტორია, რომელსაც პირდაპირი გაგებით ჭკუიდან შეცდომამდე მიუყვანია მამა გურამი.
ამ არაამქვეყნიური სატრფიალო ამბავის ჩვენს კედლებში გაცხადებამ სწორედ გაცხადებული სასწაულივით შეაერთა ქიმერიონსა და ჩემს სალონს შორის ბავშვობის დროინდელი შთაგონების ნაოცნებარი ამბები. სანამ მამაო ნინოსადმი თავის სასწაულებრივ გრძნობებზე მოგონებების სკივს გახსნიდა, თავად ქალბატონმა ნინომ უამრავი კულუარული ინფორმაცია მოგვიყვა ცისფერყანწელების ბოჰემურ ცხოვრებაზე, თამუნიას შორიდან ტრფიალზეც და ამ ამბავის მიმართ ცოლის პოზიციებზეც კი, რომელთანაც თურმე პოეტს საოცრად მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა.